ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და წარმოების აღორძინების პერსპექტივები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი დღეს ბიზნესმენებს გააცნო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ადგილობრივი პოტენციალის სწორად გამოყენების შემთხვევაში თითოეული ოჯახი შესაბამისად რეგიონი და მთლიანად სახელმწიფო შეძლებს მდგომარეობის გაუმჯობესებას. გეტყვით მაგალითისთვის, რომ ამ რეგიონში შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როგორც არის მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის, ხილბოსნეულის გადამამუშავება წარმოება, მეფუტკრეობა მაგალითად, მეკარტოფილეობა. კარტოფილზე გეტყვით, რომ ჩვენს პატრიარქთან ქონდა საუბარი და ყაზბეგში არის მოდის ყველაზე სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი. ამ დროს ძალიან ცოტა რაოდენობის კარტოფილი მოხავთ ადგილობრივ მოსახლეობას, არადა ამის პოტენციალი არსებობს. მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, ასევე სათათბურე მეურნეობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში წარმოების განვითარების პერსპექტივებზეც უნდა ვისაუბროთ დღეს. ქალაქ მცხეთას აქვს მაგალითად ხილის გადამამუშავებელი გადამუშავების ნატურალური წვენების წარმოების, საკონდიტრო საწარმო სამუშაოების შესაძლებლობა, ასევე მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის კომბინირებული საკვების საწარმო სამუშაოების პერსპექტივა. ყაზბეგში არის ლოგისტიკური ცენტრის, მატყლის პროდუქციის წარმოების, ვისაუბრეთ ბოსნიური კულტურების წარმოებაზე, ტრადიციული ხელსაქმის, ეს არის სუვენირები, აგრეთვე სამშენებლო მოსაპირკეთებელი სამუშაოების, მასალების წარმოების რესურსი. თიანეთში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის, წვენების, ჯემების წარმოების პოტენციალი და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პოტენციალი აქვს თიანეთის რეგიონს ტურიზმის კუთხით.